ვფიქრობ, რომ პანიკა და აჟიოტაჟი ცოტა გადაჭარბებულია ქვეყანაში დღეს რაც ხდება გრიპთან მიმართებაში. რეალურად რა თქმა უნდა იანვარია და ეს ყოველ იანვარში ჩვენ გრიპის შემთხვევების ზრდა გვაქვს და ეს არ ახალია. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ბოლო კვირის განმავლობაში პანიკა ცოტა გადაჭარბებულია, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სთქვა. რამდენადაც რეალურად გრიპის შემთხვევები მატულობს ქვეყანაში, მიმართვიანობა ამბულატორიებში თუ საავადმყოფოებში იზრდება და ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების მატება გვაქვს. თუმცა ხას უსვავ, ეს არ განსხვავდება შარშანწინდელის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ანუ რაღაც განსაკუთრებული ქვეყანაში არ ხდება. არის ზამთარი, არის იანვარი და არის გრიპის შემთხვევების ზრდა. ის რომ თვითონ გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადება უფრო მეტად მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე გრიპის მსგავსი დაავადებები, რომელიც არა გრიპის ვირუსით არის გამოწვეული. ამის მონიტორინგი ქვეყანაში წარმოებს თუ წელს რომელი ვირუსი ცირკულირებს ძირითადად და პრევალირებს ეს, რასაც მოსახლეობაში ეძახიან ღორის გრიპს, H1N1-ის შტამი. ძირითადად ის მისთვის სამიზნე გახლავთ ახალგაზრდა ადამიანები და განსაკუთრებით ორსული ქალბატონები და მე ყველა ჩემს გამოსვლაში ხას უსვავ ამას და მოუწოდებ ქალბატონებს, ფეხმძიმე ქალბატონებს, რომ იყვნენ უფრო ფრთხილად, ანუ რაში გამოიხატება ეს? მოერიდონ დიდი თავშეყრის ადგილებს, არ არის აუცილებელი ადამიანებთან ხშირი, როცა შევხვდებით ერთმანეთის გადაკოცნა, ახლოს ხშირად ხელების დაბანა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა არის აუცილებელი, ხშირი განიავება და აუცილებელია, რომ პირველივე სიმპტომების დაწყების შემთხვევაში განსაკუთრებით ორსულები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები და ბავშვები, რომ დროულად იქნენ კონსულტირებული ოჯახის ექიმის მიერ და ოჯახის ექიმი გადაწყვეტს მას სჭირდება ამბულატორიული დახმარება და ეს 90%-ში ასეა, სჭირდებათ ამბულატორიული დახმარება, დანარჩენ შემთხვევებში საჭიროა ხოლმე სტაციონარში რამოდენიმე დღე დაყოვნება. დიახ, გრიპი არის ქვეყანაში, დიახ, გრიპი იმატებს, მაგრამ მას ეპიდემიური ზღურბლი არ გადაულახავს და ჯერ შორს ავართ ეპიდემიოლოგიური ეპიდემიის ზღურბლისგან, იმიტომ რომ დღევანდელი ყოველკვირეული მაჩვენებელი 240-250 არ სცილდება და ჩვენთვის საქართველოსთვის ეს ზღურბლი გახლავთ დაახლოებით 500-ზე მეტი. და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ხნის განმავლობაში მატება იქნება, მაგრამ არა რადიკალური. ამიტომ ყველას მოუწოდებ მოსახლეობას, რომ დაიცვან სიფრთხილის ზომები. ხშირად მეკითხებიან ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ გრიპის ვირუსზე. თუ გრიპმა არ გაართულა მეორადი ბაქტერიული ინფექციით, თქვათ რომელიმე დაავადება. განსაკუთრებით მოგეხსენებათ, გრიპის ხშირი გართულება არის პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება. თუ გრიპოზული პნევმონია რთულდება მეორადი ბაქტერიული ანთებით, რა თქმა უნდა, მაშინ ანტიბიოტიკებს ექ, მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა და არა თვითონ ავადმყოფმა. და ექიმი ასევე წყვეტს, რომ პირველ დღეს გრიპის დაწყებისა თუ მეორე დღეს საჭიროა მხოლოდ სიცხის დამწევი, დეზინტოქსიკაციური საშუალებები თუ საჭიროა ანტივირუსული პრეპარატების დანიშვნა. და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის. ამიტომ ხშირი კონსულტაცია ჩვენს ექიმებთან, თქვენს ოჯახის ექიმებთან, გქონდეთ მათი ტელეფონი, რაც საკითხი გექნებათ, დაურეკეთ ექიმს, კითხეთ. ის ჩათვლის, რომ ტელეფონით ჩაგიტაროთ კონსულტაცია თუ მიგიწვიოთ, ან მოვიდეს თვითონ თქვენთან სახლში და ჩაგიტაროთ კონსულტაცია. აი ეს არის ის გამაფრთხილებელი და პრევენციული ზომები, რომელიც ჩვენს უყვალ ამ პერიოდში ეს უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით, ანუ იანვარში და თებერვალში ეს შემთხვევები ჩვენ გვექნება. მერე თანდათანობით დაიწყება მისი კლება და მოგეხსენებათ გრიპის სეზონი სადღაც მარტის ბოლოსკენ თანდათან მარტის პირველი უпростоრეთ შუა რიცხვებიდან თანდათან ქვემოთ წამოვა დინამიკა. მაგრამ მანამდე ყველა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ, ასე ვთქვათ, კონტაქტში გრიპიან ავადმყოფთან და აი განსაკუთრებით სკოლის ექიმებს ვთხოვდა მასწავლებლებს, რომ ბავშვი თუ სიცხიანია და ეწყება, მოხდეს მისი იზოლაცია. მშობლებს, რომ სიცხიანი ბავშვი არ გაუშვან ბაღში და არ გაუშვან სკოლაში, მოხდეს მისი იზოლაცია 2, 3, 4 დღე სახლში და შემდგომ და ექიმის კონსულტაცია, რომ მას მიეცეს ექიმის კონსულტაციით შესაბამისი წამლები. მაშინ რა თქმა უნდა გრიპის ძალიან დიდი 95% ძალიან მალე სრული გაჯანსაღებით მთავრდება, მაგრამ
არის შემთხვევები, როდესაც რთულდება და განსაკუთრებით იმ ჯგუფებში, რომლებიც მიეკუთვნებიან რიგ ჯგუფებს. ეს რიგ ჯგუფები გახლავან ქრონიკული გულსისძარღვთა დაავადებებით ავადმყოფები. ეს არის გულისის შემიური დაავადებით, ინფარქტის გადატანილი ადამიანები, ინსულტ გადატანილი ადამიანები, დიაბეტიანები არიან ძალიან, ვთქვათ, ასეთი ფოკუს ჯგუფი ამ ვირუსისთვის, ქრონიკული ფილტვებით, სასუნთქი გზების ქრონიკული ავადმყოფობებით, როგორც არის ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი. აი ამ ეს ავადმყოფები აუცილებლად უნდა იყვნენ უფრო მეტი სიფრთხილით და პირველივე სიმპტომების დაწყების შემდეგ მიმართონ ექიმს, რათა ექიმის მართვის ქვეშ იყვნენ, რომ არ გაართულოს გრიპმა მათი ძირითადი დაავადება და მშობლები, კი განსაკუთრებით მცირეწლოვანი ასაკის ბავშვების მშობლები. ერთი დღე როგორც კი ბავშვს აქვს 38 ნახევარზე მეტი, აუცილებელია ექიმთან კონტაქტი და ექიმის რჩევის მიღება. მიმართვიანობა დიდად არ შეცვლილა. მოიმატა ცოტათი ბავშვთა მიმართვიანობა, რა ძალიან კარგია, იმიტომაც არა გვაქვს ბავშვებში მძიმე შემთხვევები, რადგანაც ადრე მიდიან, ასე ვთქვათ, როცა სიცხე აქვს ბავშვებს ექიმთან. აქედან გამომდინარე სიტუაცია მკვეთრად არ შეცვლილა, მატება კიდევ შეიძლება ცოტათი იყოს მიმართვიანობის, მაგრამ დღეისათვის, ასე ვთქვათ, ისევ ძალიან შორსა ვართ ეპიდემიური ზღვარისაგან. როგორც იცით, ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებდა H1N1 ვირუსი A-ტიპის გრიპის, ეხლა დაემატა A-ტიპის გრიპის H3N2 ვირუსი, მართალია ცოტა იშვიათია, მაგრამ ისიც ცირკულირებს ქვეყანაში. სამწუხაროდ იცით, რომ გარდაცვალების 4 შემთხვევა აქედან 3-ია H1N1 და 1 H3N2, ანუ გრიპია, უმრავლესობა გადაიტანს ამ გრიპს ყოველგვარი პრობლემების გარეშე, მაგრამ თუ გართულება და ვთქვათ, მძიმე შედეგია, შეიძლება იმ ვირუსმაც გამოიწვიოს, იმ ვირუსმაც გამოიწვიოს, ამიტომ მთავარი არის დროულად მიმართვა, როცა გრიპის სიმპტომებია და ექიმის დანიშნულების შესრულება.